ბავშვებო, ხო მიცით რომ აქ ყველა არ დაგიძახებდით. ყველას გვაქვს რაღაც საიდუმლოები, რომლებსაც არ ვამბობთ და მინდა რომ აი ამ ვარდისფერი ყუთის დახმარებით ყველამ თქვათ ჩვენი საიდუმლოები. დიანა, გინდა რომ მაგ ყუთში ჩავჩურჩულო ჩემი ყველაზე ცუდი საიდუმლო? არა, არ შემიძლია. ზედმეტად ცუდია. ხო, მეც იგივე. ნასია, ჩაჩურჩულეთკო არ მithქვამ, სხვანაირი მეთოდი მაქვს გონებაში. მინდა რომ დავწეროთ, ჩავდოთ ამ ყუთში და შემდეგ მოვიშოროთ ეს ყუთი. ამით მოვიშორებთ ჩვენს ყველაზე ცუდ საიდუმლოებს. რა სიტყვით? და ვინმემ რომ იპოვოს და გახსნას და ჩვენი საიდუმლოები გამჟღავნდეს, მერე რა უნდა ვქნათ? არა, კნოპა, ისე დავმალავთ, რომ არავინ არ იპოვის. მინდა რომ ყველაზე ცუდი საიდუმლოები ვთქვათ. გუნდი ვართ, მეგობრული გუნდი. ამიტომ ერთად უნდა ვიყოთ ყველაფერში, აბა? რა სიტყვით? მე მზად ვარ გავითავისუფლო თავი ამ საიდუმლოებისგან. დავწერ და იმედია შვებას ვიგრძნობ. ყოჩაღ მასკოტ, ნამდვილად გეთანხმები. გოგოებო, თქვენ მზად ხართ რომ მოიშოროთ თქვენი ბინძური საიდუმლოები? დიანა, კარგი, მოვიშორებ, მაგრამ კიდევ რომ მოხდეს ასეთი რამე, მერე რა უნდა გავაკეთო? გავიმეორო ყველაფერი, რაც გამიკეთებია აქამდე? ნასია, ასეთი საიდუმლოები არ უნდა გქონდეს. კარგი, მე მზად ვარ რომ მოვიშორო ჩემი ბინძური საიდუმლოები, იმიტომ რომ რთულია ასე ცხოვრება. მშვენიერი, მაია? რა მაია, ყველა თუ გააკეთებს, მეც გავაკეთებ. კალა მე ვისჭირდება. მასკოტ, მომეცი. ჩემი საიდუმლოები აქ არის და ახლა ამ ყუთში ჩავდებ. აღარ მინდა რომ თავში მქონდეს ეს საიდუმლოები. ჩემი ბინძური საიდუმლოები ამ ყუთში მიდის, მინდა რომ დაგივიწყოთ. მაია, იმდენი ბინძური საიდუმლო მაქვს, ერთ ფურცელზე ვერ დავატევ. ნასია, დაამოკლე, შეგიძლია დაამოკლო. ხო, კარგი. გოგოებო, ნახვამდის ჩემო ბინძურო საიდუმლოებო. იმედი მაქვს ვერავინ გაიგებს ამ ყუთის შესახებ. თორემ შემსწხვება. მასკოტ? კარგი, იმედია ჩემი საიდუმლოებს ვერავინ არ გაიგებს. დამთავრდა, ჩვენი ბინძური საიდუმლოები უკვე ამ ყუთშია. ხო, ახლა ვარჯიში გვაქვს, უნდა ვივარჯიშოთ, ძალიან კარგად უნდა ვივარჯიშოთ. ბლონდი, აქ ბანია. ხო, რაღაცაზე ლაპარაკობენ. კარგი, ახლა აქ თავაზობთ, რომ ყველამ ხელი დავადოთ ამ ყუთს და ვთქვათ, ნახვამდის ჩვენო ბინძურო საიდუმლოებო, ჩვენს თავში აღარ იქნებით. ნახვამდის ჩვენო ბინძურო საიდუმლოებო, ჩვენს თავში აღარ იქნებით. კარგი, ახლა ჩვენს ოთახში უნდა დავმალოთ ისე რომ ვერავინ ამ ქვეყნად ვერავინ იპოვოს ეს ყუთი. აუ, ვინმე დამხმარე მან დამლაგებელმა რომ იპოვოს, არა მაია ვერ იპოვის. კარგად დავმალავთ. გოგოებო, ეს გაიგეთ? ემშვიდობებიან თავიანთ ბინძურ საიდუმლოებებს. აუ, ნეტო რა საიდუმლო აქვთ? ხო, ძალიან საინტერესოა. ანუ დღეს წავიკითხოთ მათი საიდუმლოები. ხო, დღეს გავაკეთოთ. გოგოებო, ახლა მოდით მოვიფიქროთ, სად დავმალოთ ეს ჩვენი ყუთი. კინაღამ შეგვამჩნიეს, მაგრამ არ შევუმჩნევივართ. ხო, ახლა საიდუმლოებს დამალავენ. მათ ოთახში მალე ვიპოვით. წამოდით, ახლა ვივარჯიშოთ. საოცრებაა. თომას, რა საკეთებ? სახის მასაჟია, გინდა? არა, გოგოების რაღაცეები არ მიყვარს. კარგი სახის კონტურები გექნება. მეგობრებო, ამათ მოყვე ძალიან დამყალეს. ერთი სახის მასაჟი იტარებს, მეორე კიდე ზის და უყურებს. ხო, შეზლონგები არიან. და ჩვენ მაგარი კალათბურთელები ვართ და პირსახელცებს ვალაგებთ. მეგობრებო, ისე იდეა მაქვს. ერთი ადამიანი გვჭირდება, ვინც მართველი გახდება, ვისიც ყველას შეეშინდება და ყველას გააკონტროლებს. მე შემიძლია, მეც შემიძლია, მეც. ხო, გასაგებია რომ შეგიძლიათ, მაგრამ არჩევნები უნდა ჩატარდეს და ყველამ ხმა უნდა მისცეს. მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ, დარწმუნებული ვარ, ხმას ყველა ჩვენ მოგცემს. ხო, რადგან ყველაზე ადეკვატურები და კეთილები ჩვენ ვართ. მეც მინდა მონაწილეობა, ამ სახლის მთავარი მმართველი უნდა გავხდე. თომას, ნამდვილი საოცრებაა. არა, თქვენ ლუზერები ხართ და ლუზერებად დარჩებით. ხმას არავინ არ მოგცემთ. ჩვენ გამოკითხვას ჩავატარებთ და ხმას ყველა მისცემთ. ხმა კალათბურთელებს უნდა მოგცეთ, იმიტომ რომ წესრიგს აქ მხოლოდ ჩვენ დავამყარებთ. თქვენ ლუზერები ხართ, არაფერი არ შეგიძლიათ. ჩვენ ლუზერები არ ვართ. ხო, თანასწორები ვართ, გომეშვების შეყვარებულები. რა, მეგობარო, რაღაც გეშლება. თანასწორები რანაირად ვართ? მომისმენთ გომეშვების შეყვარებულებო, თავში არა გივარდეთ. აქ ჩვენი თანასწორი არავინ არ არის. კალათბურთელები საუკეთესოები ვართ. კარგი, აღარ გვინდა მეტი ლაპარაკი. ხმა მივცეთ. ხო. დიმა, მიდი ჩქარა, ჩაი უნდა გავაკეთოთ. გაკვირვებული ვარ, არ მეგონა თუ მზარეულები ჩვენ ვიქნებოდით. მეგობრებო, აბა საქმე როგორ მიდის? აკეთებთ საჭმელს, რაღაც გემრიელის სუნი არ მცემს. მასწავლებელმა იქ რო შეგვეძლოს იქნებოდა. ხო, მასწავლებელმა იქ ვეცადეთ, ინტერნეტში ვეძებეთ, რეცეპტები ვნახეთ და სებულინას გაკეთება გადავწყვეტეთ. ყველაზე მარტივი გასაკეთებელია. კარგი მეგობრებო, მაგრამ იცოდეთ, ხაჭოს გარეშე გააკეთეთ, იმიტომ რომ ფარინგეალური რეფლექსი მაქვს. მასწავლებელმა იქ ბავშვობას მახსენებთ, მეც ყოველთვის ხაჭოს გარეშე ვჭამდი. მე ძალიან მიყვარს ხაჭო და ყოველთვის ვჭამდი. კარგი დიმა, მაშინ შეგიძლია მთლიანი ხაჭო შენ გადმოიღო და შეჭამო. და მე კიდე სებულინა ხაჭოს გარეშე მინდა. კოსტა, მოკლედ ხაჭო ჩემია და სებულინა შენი. კარგი.
მოკლედ მეგობრებო, ხმის მიცემა იწყება. ყველაზე მაგარი ტიპი უნდა ავირჩიოთ და იმედია გახსოვთ ეგ ვინც არის. სმაილ არ არის იმის საჭირო, რომ ყველაზე მაგარი ხარ. ჩვენ ლურჯ სახლში ვართ, აქ ყველა თანასწორები ვართ. როგორი კარგი მასაჟორია. თომას ხმის მიცემა იწყება. რა ხმის მიცემა? ლურჯი სახლის მართველი უნდა ავირჩიოთ. მეგობრებო, იდეა მაქვს. მოდი მთავართან ერთად მისი მოადგილეც ავირჩიოთ, იმიტომ რომ შეიძლება მთავარს ყველაფერი არ გამოუვიდეს. ხო და მოადგილე მთავარს დაეხმარება ხოლმე. ნაკლები სიტყვები. კარგი, ახლა მყუცხობს და ყველამ თქვენი ხმები მოათავსეთ. ჩემი ხმა ყველაზე მნიშვნელოვანია. მეგობრებო, იმედია სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მთავარი ტიპი ყველაზე ძლიერი, ჭკვიანი და მაგარი უნდა იყოს. სმაილ გეთანხმები. მოკლედ მეგობრებო, დღეს ვახშმად სევოლინგა გვექნება, როგორც ნამდვილ ჯარისკაცებს. კარგი მასწავლებელი მაიკ, ახლა ამ სახლის მართლოს ვირჩევთ, შეგიძლიათ ხმა მისცეთ. ამ სახლში მთავარი მხოლოდ ერთია. აქ რა ხდება, არჩევნებია? მეც მინდა ხმის მიცემა. არა, ხმის მიცემა დასრულდა. არა, ხმა ყველა ადამიანმა უნდა მისცეს. მიდით, მაინტერესებს მართველი ვინ გახდება. ახლავე გავიგებთ. Яна, Лейла, რა პრობლემაა? ჩვენს ოთახთან რატომ დგახართ? იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ დაგიჭიროთ. ბანი, თებშები და ჭიქები არის გასარეცხი. რატომ არ არის გარეცხილი? გითხარით რომ გაგერეცხათ. რამდენჯერ უნდა გითხრათ და გაგიმეოროთ, რომ ასეთი წესია. სხვათა შორის გოგოებო, თუ არიცით, პიცასთან შევათანხმეთ. ხო, 100 შოკოლადის ფილა ვუყიდეთ, რომ ხო და ეხლა თვითონ გარეცხავს. ჩვენ სხვათა შორის დაკავებულები ვართ. როგორი ბიზნეს ქალბატონები არიან ჩვენი ბანი. ხო, სხვას არ უნდა დაავალოთ ეს თქვენი პასუხისმგებლობაა და თქვენ უნდა გააკეთოთ. გასაგებია? კარგი ვირთხებო, გავიგეთ, გავწმენდით. ახლა უნდა წავიდეთ, შეგვიშვით. და რა არის ამ ვარდისფერ ყუთში? იქნებ გითხრათ რა არის ჩვენ ჩანთებში, ეს პირადულია, თქვენი საქმე არ არის. ხო, პირადულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხმა არ უნდა იცოდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ხომ ადმინისტრატორები ვართ ამ სკოლის. იქნებ ვირთხა შემოიყვანეთ. ხო, რომ ყველა შეაშინოთ. ვირთხები ისედაც გვერდზე გვიდგანან და პირადი რაღაც არის ამ ყუთში, ამიტომ გაიწიეთ და შეგვიშვით, შეიძლება შევიდეთ? ლეილა, შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც უცნაურია ამ ყუთში. ხო, თან სპეციალურად არ გვაჩვენეს, არ უნდათ. გოგოებო, არ ფიქრობთ, რომ ვირთხებმა რაღაც იციან? სპეციალურად იდგნენ ჩვენს კართან. აი, იქნებ გაიგეს, რომ საიდუმლოები გვაქვს. არა მგონია, უბრალოდ უნდათ, რომ ეჭხუბათ ამ თებშებზე და ჭიქებზე. კარგი, ახლა უნდა მოვიფიქროთ, სად დავმალოთ ჩვენი საიდუმლოები. კარგი იდეა არის ამის ზევით. არა, ვერავინ ვერ მიწუდება. რა სიტყვით? ხო, მაგრამ დამლაგებელი სულ წმინდავს მან მტვერს შეამჩნევს. ხო, სადღაც ისეთ ადგილას შეგვიძლია ჩვენი საცვლების კარადაში დავმალოთ. ხო, მართალია, ვინმე თუ შემოვარ ამის მოსაპარად, მაგას არ გახსნის მაგუჯრას. გოგოებო, შეგვიძლია აქ დავმალოთ საკეტიან კარადაში და შემდეგ გადავკლაპოთ. რა? ნასე რას ამბობ? ხუმრობ, უბრალოდ ყელსაბამად დავიკიდოთ გასაღები. ხო და ვეღარავინ იპოვის ჩვენს ყუთს, საიდუმლოების ყუთს. ისედაც ვერავინ იპოვის. კნოპას იდეა კარგი იყო. ახლა მოვუსმინოთ და თუ ბანი არ არის თავის ოთახში, მაშინ მოვიპარავთ ყუთს. ვირთხებო, შეგვაშინეთ. ბაყაყებო, გელოდებოდით. რატომ არ რეცხავთ თქვენს ტანსაცმელებს? ხო, თქვენი ყველაფერი იქ ეყარა საერთო ოთახში. საიდან მოიტანეთ, რომ ჩვენი არის? იქნებ სხვისი ნივთებია. ხო, რატომ ფიქრობთ, რომ ყველა გაურეცხავი რაღაც ჩვენია? გვიყვირით, მაგრამ მტკიცებულება არ გაქვთ. ბაყაყებო, მწვანე თქვენი ფერია და ბევრი მწვანე ტანსაცმელია მისაღებ ოთახში. ხო, მოსაცმელები, სვიტრები, წინდები, გინდათ თქვათ, რომ თქვენი არ არის? კარგი, ერთი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. დავამთავრებთ და შემდეგ წავალთ და გავრეცხავთ. კმაყოფილები ხართ? არ მესმის, რანაირად შეამჩნიეს ჩვენი ტანსაცმელები. ხო, კარგად ვმალავდით. სოფი, რეებს ლაპარაკობს, საერთოდ არ ვმალავდით კარგად. კარგი, 15 წუთში შეგამოწმებთ. ამიტომ თქვენი ტანსაცმელები მალე გარეცხეთ. დამღალეს ამ ვირთხებმა. ჰეი, ოთახიდან ხმები მესმის. ხო, უნდა დაველოდოთ, სანამ სავახშმო დარწავლენ და შემდეგ მოვიპარავთ. ლორენ, შეგიძლია ეგ შეწყვიტო? რაღაც საზიზღრულად ჭამ. აუ, რა პრობლემა არის? ჩემბრელი ხომ არის, რომ ეს ჩემი საყვარელია ფაშლის. გოგოებო, თებშები? უბრალოდ ზედმეტად ხმამაღლად ჭამ, საზიზღრობაა. ისე იქცევით, თითქოს არასდროს გიჭამია ჩუპაჩუპსი. არ მესმის, რა პრობლემაა? თუ არ მოგწონთ, წადით სამზარეულოში. მე როგორც მინდა ისე შევჭამ. მოიცადეთ, ახლა ჩვენი ვახშმის დრო არ არის? ახლა ჩვენ ვვახშმობთ. ბანი აგვიანებს, ამიტომ ჩვენი ჯერია.
კარგი გასაგებია, მაგრამ ბევრი ლაპარაკის გარეშე ჩემი გოგოები მალე მოვლენ. მწვრთნელოები არ ფიქრობთ, რომ ნელა და შვიდად უნდა მიივირთვათ? ხო, კარგი საუბარი, ძალიან კარგია. გოგოებო, გაგაფრთხილეთ საუბრის გარეშე. ტრენერები, წავიდეთ და ვნახოთ პიცა რას აკეთებს ჩვენთვის და ბაჯიებისთვის. წამო, პიცა მალე მომიტანე საჭმელი, ძალიან მშია. ლორენ, თლიანი ჩუპაჩუპსი შეჭამე და კიდევ გშია? კი, ძალიან მშია, რამე პრობლემაა? არ ფიქრობთ, რომ მწვრთნელიები ჩვენ ცუდად გვექცევა, უბრალოდ უცნაურად. ხო, ასე იმიტომ იქცევა, რომ მისი საყვარელი არიან ბანი და ძალიან დამღალეს უკვე. ხელი აწიეთ, ვის არ გსიამოვნებთ. პიცა აბა რა გაგვიკეთე? პიცა იმედია გახსოვს, რისი გაკეთებაც გთხოვეთ. რა თქმა უნდა, მენიუ მაქვს, ესე იგი, ბარდის ღვეზელი და პასტა ლუზერებისთვის და ფეხბურთელებისთვის, ვეგანური სოსისი, მასკოტისთვის, მწვრთნელებისთვის და ბანი. შვენიერი პიცა, ამათ მალე აჭამეთ, ხო? და ჩვენს მოვალთ. ჩქარა, პიცა ყველაფერს ვერ გაუმკლავდება, მარტო ვარ. მოიცადე, გოგოებო, გასაღები წამოიღეთ? დამოვიწყდა, ვაიმე. კარგი არა უშოს, არავინ არ შევა სანამ ჩვენ ვჭამთ. ხო, უბრალოდ შევჭამთ და ავალთ ოთახში. კარგი, მაგრამ სერიოზულად უნდა მოვეპყროთ უფრო, ვინმემ რომ წაიკითხოს ჩვენი საიდუმლოები, ხომ იცით რაც მოხდება? მეგობრებო, ხო კარგად ხართ? ყველამ თქვენი თავები ჩაწერეთ. ასე მთავარდებს ვერასდროს ვერ აგვირჩევთ. ჩემი სახელი იმიტომ ჩავწერე, რომ ვფიქრობ, რომ მე უნდა ვიყო მთავარი. ამაში რა პრობლემაა? ჩემი აზრით მე თუ ვიქნები მთავარი, აქ საერთოდ ყველაფერს მივხედავ. ჩემი აზრით მე უნდა ვიყო მთავარი და ამიტომაც პულსაზე ზუპი დავწერე. გონი აშკარაა, რომ ამ სახლში მთავარ ადამიანს ვერ აგვირჩევთ. თომას, ვისი სახელი ჩაწერე? ჩემი, თომასი და შენ? მეც ჩემი ჩავწერე. ჩემი აზრით ამ სახლის მმართველი მასწავლებელმა იგი უნდა იყოს. ვინმე წინააღმდეგია? მასწავლებელმა იგი თქვენ მხოლოდ სამზარეულოს მმართველობა გამოგდით. მხოლოდ ჭამთ და ჭამთ. ხო, დავიღალეთ თქვენი საჭმელის გაკეთებით. მოკლედ მეგობრებო, თუ დღეს ჩვენ მმართველს ვერ აგვირჩევთ, მაშინ ხვალ არჩევნები თავიდან ჩატარდება. ოღონდ დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი სახელი არ ჩაწეროთ. ჩაწერეთ ის, ვინც გინდათ, რომ ამ სახლის მმართველი გახდეს თქვენს გარდა. ისმაილ, ჩემი აზრით შენ გინდა, რომ ამ სახლის მმართველი გახდე, მაგრამ ხმას შენ არ მოგცემ. ხო, ბევრ ბრძანებებს გასცემ. აჰა, ესე იგი ახლა ყველა ისმაილის წინააღმდეგ ვართ. კარგი, არჩევანს თუ ვერ გააკეთებთ, იცოდეთ, რომ მე აგვირჩევ და თქვენი აზრით არჩევანს ვიზე გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ჩემზე, ისმაილზე. ისე ისმაილ, თავარი ტიპი ყოველთვის ყველგან შენ ხარ და ერთხელ სხვასაც დაუთმი ადგილი. მომეცი უფლება, რომ ამ სახლის მმართველი მე ვიყო. კარგი მეგობრებო, დაწყარდით. თუ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ, მაშინ ამ სახლის მმართველს მე ავირჩევ. და ეს ადამიანი პროვასტი იქნება. მე, მასწავლებელმა იქ. მადლობა, პროვასტი, დაწყარდი. აჰა, ბედნიერები ხართ? კი ხარიათ ახლა რაც მოხდა. ჩვენი მმართველი ლუზერი გახდა. ეს კარგი არ არის. გოგოებო, ვეგანური სოსისი და პიურე სალათით გინდათ თუ სალათის გარეშე? პიცა საერთოდ არ მინდა ვეგანური სოსისი და პიურე, უბრალოდ სალათი. ჩვენც იგივე. შვენიერი, ახლავე მოვიტან. პიცა ისე გოგოებმა თუ ყველა მოარ ვითქვეს სოსისებზე, შეიძლება რომ ისინი მე შევჭამო? რა თქმა უნდა, მასკოტ შეგიძლია შენ შეჭამო. აბა გოგოებო, როგორი დღე გქონდათ? ივარჯიშეთ? ამ მწვრთნელოები სიმართლე რომ გითხრათ, არ გვივარჯიშია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რაღაც გავაკეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანი. დიანა, რა შეიძლება ვარჯიშზე მნიშვნელოვანი იყოს? მწვრთნელოები ზოგჯერ რაღაცების შენახვა რთულია. ხო, მწვრთნელოები რაღაც ბინძური მოვიშორეთ. ჩვენი ბინძური საიდუმლოები ჩავკეტეთ ყუთში და ახლა ყველა უკეთ ვგრძნობთ თავს. გოგოებო, მესმის თქვენი, მაგრამ მეც დაგეპატიჟებინეთ, მეც მაქვს საიდუმლოები. მწვრთნელოები შეგიძლიათ დაწეროთ და ყუთში ჩააგდოთ ვახშმის მერე რა სიტყვით. გონი კარგი იდეაა. პიცა! აქ არ არის. არც აქ არ არის ამათი ყუთი. საკმარისად კარგად არ ეძებთ. მალე დამთავრდება ვახშამი, ამოვლენ და მერე ვეღარ წავიკითხავთ ვერაფერს. უნდა ვიფიქროთ სად დამალავდნენ. მე დავმალავდი მატრასის ქვეშ. რა ბებია ხარ, რომ მატრასის ქვეშ დამალავ? სად უნდა მოვძებნოთ, კიდევ ყველაფერი შევამოწმეთ. ყველაფერი ამ კარადის გარდა, მაგრამ ჩაკეტილია. ნახეთ, მოიცა გასაღებია. მან საკიდებია, მართლა გონიათ რომ მანდ იქნება ყუთი? მოიცადე, თაროებიც არის. ხო, გამოსაწევი თაროებიც. მან ბანის საცულებია, მართლა გონიათ რომ დამალავდნენ? ყველა მანდ მალავს ხოლმე, მართლა. კარგი, მაშინ შეამოწმეთ, მე არ შევეხები. შენ მარტო ბრძანებებს იძლევი. ამას შეხედეთ, ყუთი აქ არის. ბანი მართლა მალავს რაღაცეებს ამ უჯრაში. კარგი, ნაკლები სიტყვები უნდა წავიკითხოთ. აქვე უნდა წავიკითხოთ? ხო, აქვე და ახლა გავაკეთებთ ამ ყველაფერს. აბა რა წერია? იღბლიანები ვართ, პირველი არის დიანა საიდუმლო. წაიკითხე. უფრო ჩქარა ბლონდი. ღმერთო ჩემო, დიანა არის კარგი. ქურდი ყოფილა ჩვენი დიანა, ამას შეხედეთ.
როდესაც 5 წლის ვიყავი, Kinder Surprise მოვიპარე მოლში. შოკოლადი შევჭამე, მაგრამ სათამაშო არ იყო კარგი. ძალიან დიდი ბოდიში, ამ საიდუმლოდ ვერ ვიცხოვრებ. მე არასდროს მომიპარავს Kinder Surprise. ხო ის რანაირად გააკეთა? იუ, ბლონდი, შემდეგი საიდუმლო წაიკითხე. საიდუმლოებით სავსეა ეს 5. მოთმინება გოგოება, მოთმინება. წვრთნელოები დამიჯერეთ, მოგეშვებათ. ბაყაყებო? რას აკეთებს ჩვენი 5 თქვენს ხელებში? ნასტია, უნდა გაგეკეთებინა ის გასაღები ყელსაბამად. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საიდუმლოებით ჩავაგდოთ თქვენს ყუთში, აი, ჩავაგდებთ. ხო, ყურადღება არ მოგვაქციოთ, უბრალოდ მოგვეშვა ძალიან. ხო, ბაყაყებო, არ მესმის ყოველთვის ყველაფერი, რატომ იცით? ყველგან თვალები გააქვთ, რა არის? ეს ძალიან გამაღიზიანებელია. რამდენი საიდუმლო წაიკითხეთ, სიმართლე თქვით. კიდევ კარგი ჩემი საიდუმლო მანდ არ იყო, გამიმართლა. დაიტოვეთ თქვენი 5, ერთი საიდუმლო წავიკითხეთ და დიანა, ვიცით რომ შენ ხარ ქურდი. ხო, ერთხელ მოხდა Kinder Surprise მოვიპარე და ამ საიდუმლოთი ვეღარ ვიცხოვრე. არ მითხრათ რომ თქვენ არ გაქვთ ცუდი საიდუმლოები. ხო, არ გითხრათ რომ ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ. არაფერი გაგუკეთებია, იმიტომ რომ იდეალურები ვართ და დიანა, თქვენ არ ხართ იდეალურები. ამას ყველას ვეტყვით ახლა. ხო, გოგოებო, აი ჩვენ კიდე დავიმშვიდობეთ ჩვენ საიდუმლოებს. დიანა, არ გაგიმართლა ეგრევე შენი რომ წაიკითხეს. კნოპა, რა იცი, იქნებ ყველა წაიკითხეს, მაგრამ არ საუბრობენ ამ ყველაფერზე და იტყუებიან. ოჩახ გოგოებო, ეს უნდა დაგემარხათ. წვრთნელოები ხვალ დავმარხავთ, მაგრამ ამაღამ ბალიშის ქვეშ დავიდებთ. ხო, ბავშვებო, თქვენ გააქვთ რამე საიდუმლოები? დაწერთ კომენტარებში. მაგრამ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად!